სამართლიანი არჩევნების საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულთა მიზეზებით და სტატისტიკით ინტერესდება. სახლში წასულთა რაოდენობა 800-ზე მეტია. კვლევის მიხედვით გათავისუფლებულთა დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე საკუთარი განცხადების საფუძველზე დარჩა. ბრალდებები ისმის თბილისის მერიის მიმართაც. ჰქონდა თუ არა ზეწოლის ფაქტებს ადგილი შტატების გამოთავისუფლების მიზნით, რას ამბობს კვლევა და ვინ აკეთებს აქცენტს ნეპოტიზმზე. ამ თემით დღეს ნიკა მოლოდინაშვილი დაინტერესდა. 2014 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობებიდან 884 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა. სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხულებზე დაყრდნობით გინდება, რომ გათავისუფლებული ადამიანების უმრავლესობამ სამსახურზე უარი საკუთარი განცხადების საფუძველზე თქვა. რაც შეეხება ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესს, აღსანიშნავია, რომ თითქმის აყვანილ ახალ თანამშრომლებში ძირითადად კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერები და თუ დამოუკიდებელი კანდიდატები ფიგურირებენ. უმუშევრად დარჩენილი 884 საჯარო მოხელიდან 226 თბილისის თვითმმართველობებში და დედაქალაქის მერიაში მუშაობდა. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კვლევით პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევები დასტურდება. ანგარიშმა ცხადყო, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება და გათავისუფლება სამწუხაროდ კვლავატარებს პოლიტიკურ ნიშანს, ხდება პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა გათავისუფლებები. დედაქალაქის მერიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ თანამშრომლების დიდმა ნაწილმა თანამდებობები არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მალევე საკუთარი ნებით დატოვა. ზეწოლის ფაქტები კი საერთოდ არ გამოვლენილა. როდესაც მიხვდნენ, რომ ხელმძღვანელობა შეიცვალა და ხელმძღვანელობა უკვე თანამშრომლებს თხოვს რეალურად დავალებების შესრულებას, საქმის შესრულებას და თბილისის საზოგადოების მოსახლეობის მომსახურებას, გააცნობიერეს რა, რომ მათ არ შეეძლოთ ამის უნარი, ვიმეორებ ეს არის ძალიან მცირე პროცენტი. სამართლიანი არჩევნების მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი იმერეთის რეგიონის თვითმმართველობებიდან სულ 173 ადამიანი გათავისუფლდა. ანატოლი თევდორაძე ერთ-ერთია ქუთაისის მერიის ყოფილ თანამშრომლებს შორის, რომელიც ამბობს, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. 27 აგვისტო იყო, როცა ჩამოიტანეს სესია, ანუ ვთქვათ, ვინაცვლება სამსახურიდან და შემოთავაზება დაგვეწერა ჩვენი ნებით განცხადება. ნაციონალური მოძრაობის წევრები თვითმმართველ ორგანოებში ნეპოტიზმის გახშირებულ ფაქტებზეც საუბრობენ. მართველი გუნდის წევრები კი იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ კანონდარღვევით დაითხოვეს, სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას ურჩევენ. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად აყვანილი არა ისე 800, არამედ 3000-ზე მეტი ადამიანი და მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანები ძირითადად ნათესაობის ნიშნით არის შერჩეული. ტენდენცია გვაქვს, რომ ნეპოტიზმი ოცნების ხელისუფლებაში არის ძალიან მზარდი. კატეგორიულად ვერ მიჩნევი პოლიტიკური ნიშნით გნებავს დანიშნოს და გნებავს გათავისუფლებას ადამიანებს ამა თუ იმ თანამდებობებზე. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი უნდა იყოს კომპეტენცია. ყველას ვფიქრობ, რომ გათავისუფლებას უკანონოდ მე ვფურჩევდი, რომ იმართოს სასამართლოს, ვინაიდან თუ არის ამის შესაძლებლობა, აღიდგინოს თავისი უფლება, იმიტომ რომ ყველას აქვს ამის უფლება. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში შუალედურია. ორგანიზაცია სრულყოფილი დასკვნის მომზადებას მას შემდეგ ეგმავს, რაც ქვეყნის თვითმმართველ ქალაქებში ატესტაციის და ტესტირების პროცესი დასრულდება.